ჩვენ მივიღეთ ქართველი მამრი, რომელიც სამშობლოს მაგივრად არის საჯდომის დამცველი და რომლის გათხოვების თემას და რომელიც ძალიან გაშარჟებული გვაქვს დღეს ლამის მთელი მსოფლიო დაგვცინის. აი ამ ყველაფერში, ამ ფსიქოლოგიურ დივერსიაში, რომ მონაწილეობს საქართველოს საპატრიარქო, მე ეს მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ეს არის ძალიან მკაცრად და მიზანმიმართულად დასახული გეგმა, რომელსაც ყავს თავი, რომელსაც ჰქონდა თავისი ეტაპები, რომელსაც ჰქონდა თავისი კონკრეტული მიზნები ამოცანებთან ერთად და შესაბამისად ყავდა თავისი შემსრულებლები და მათ შორის სხვათა შორის ლომის წვლილი აი ამ დივერსიაში, როდესაც დღეს გვაქვს შეურაცხყოფილი, გროტესკული, ყოვლად დამცირებული ქართველი მამრის ხატი, ამაში ძალიან დიდი როლი მიუძღვის საპატრიარქოს. რუს წმინდანებზე ლოცულობენ დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წევრები, საროველი საფლავზე დადიან მუხმორთქმულები, არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს, არც საროველთან, არც რადონეჟელთან, მაგრამ ერთი გვერდი თუ გადაუშლიათ და ერთი ფურცელი და მთაწმინდებლებმა რა დატოვეს ის ზარზე იმით რომ ჩამოგვიტანა და გვამცნო დიდმა ქველმოქმედმა იოანე ზოსიმე, რომელიმეს გადაგიშლიათ იოანე ზოსიმე, იცით საერთოდ რა დაწერა და საერთოდ იოანე ზოსიმეზე ბოლოს როდის მოისმინეთ ქადაგება, ან რომელ ეპისტოლეში ნახეთ სადმე თუ სამადლობელი არა ივანიშვილისადმი ამ ადამიანის მოვაწეობის შესახებ. აი ეს არის შეცვლილი ისტორია.